საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღამოს ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. ჯვართამაღლება მოციქულთა სწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით მაცხოვრის ჯვარცმიდან 300 წლის შემდეგ ქრისტიანებმა იმპერატორის ბრძანებით მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე, ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს. ეს 326 წელს მოხდა და ამ უდიდესი სიწმინდის მიმართ თაყვანისცემის შესაძლებლობა ქრისტიანებს კვლავ მიეცათ. მაშინ რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ ადამიანთა ცნობიერებიდან იმ წმინდა ადგილების ხსოვნა წაეშალათ, სადაც ევნო მაცხოვარი და შემდეგ დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ 1728 წლებში მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი. შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ გორაზე წარმართული ქალღმერთის ტაძარი ააშენა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით. ამით სძლო. უფლის რჩეულს ამის შემდეგ არასვენებდა სურვილი იმ ჯვრის მოძიებისა, რომელზეც მაცხოვარი ეწამა. მან იერუსალიმში გაგზავნა დედამისი, წმინდა კეთილმსახური დედოფალი ელენე და პატრიარქ მაკარისთან გაატანა წერილი, რომელშიც იმპერატორის თხოვდა წმინდა საქმეში ხელი შეეწყოთ. დიდხანს ეძებდა დედოფალი ელენე მაცხოვრის ჯვარს. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის მეშვეობით დაფარული გააცხადა. მაცხოვრის საფლავი და 3 ჯვარი იპოვეს. რომ გაეგოთ რომელი იყო ცხოველმყოფელი ძელი უფლისა, 3-ვე ჯვარი მიცვალებულს რიგრიგობით შეახეს. მესიის ჯვარზე შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანსაცემად. პატრიარქმა მაკარიმ იმისათვის, რომ ყველა შესძლებოდა სიწმინდის დანახვა, ჯვარი მთაზე აამაღლა. ჯვართამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. საკუთარი ხალხისგან უარყოფილი სამყაროს მეუფე სწორედ ჯვარზე აღესრულა. მამისადმი სრული მორჩილების გზა მაცხოვარმა ბოლომდე განვლო და ამით კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად დაგვიტოვა უდიდესი სინანული. ჯვარი უკიდურესი თაუმდაბლობის, ღვთისგან ადამიანისადმი უსასრულო სიყვარულის გამოვლინებაა. ჯვარი ძალაა ღვთისა ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემული, რათა მისით გაძლიერებულებმა მაცხოვრის მოწაფეობა შევძლოთ. ჯვარს სიწმინდე იესო ქრისტეს ვნება მოუტანა, რადგან გაწმინდა იგი წმინდა სხეულისა და სისხლის მეშვეობით. ამიტომაც ყოველი ქრისტიანი ჯვრის გამოსახულებას თაყვანს სცემს, როგორც ქრისტეს გამარჯვების სიმბოლოს და უდიდესი სიყვარულის გამოხატულებას. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. წმინდა გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობართო ხუცესი, გამორჩეული სულიერი, ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პიროვნება. ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება უფლისა და სამშობლოს უანგარო სამსახურში გაატარა და რომლის სახელიც ქვეყნის გაერთიანებას უკავშირდება. 25 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგი ჭყონდიდელს მოიხსენიებს. ეს დღე ჭყონდიდის ეპარქიაში ყოველწლიურად გამორჩეულად აღინიშნება. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ეკლესიაში შეკრებილები დალოცა და წმინდანის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გავიხსენებდი მისი უწმინდესობის სიტყვებს, რომ ის ბრძანებს რო არ ყოფილიყო წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, ანუ სულ სხვა მეფე გვეყოლებოდა და მართლაც ამ ორმა ადამიანმა სისავსით მოახდინა საოცრება, რომ აღსდგა მკვეთრით საქართველო მე-12 საუკუნის მიჯნაზე, რომ საოცარი ნუგეშია, იმედია ჩვენთვის ეს ეპოქა, ამ ეპოქის გახსენება, მართლაც ჩვენთვის დიდი წვრთნა არის, ხსენება ამ დიდი წმინდანების, არამედ თუ ვერანაირად ვერ დავაშორებთ, სადაც ვახსენებთ ჭყონდიდელს, იქ ხსენდება აღმაშენებელი და პირიქით, სადაც დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა გვახსენდება და ის გზა, გაკაფული გზა, რა თქმა უნდა, გვახსენდება გიორგი ჭყონდიდელი. სწორედ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით შესაძლებელია მოხდეს კიდევ ერთი სასწაული, რომ აღსდგეს და გამთლიანდეს საქართველო, მხოლოდ მტკიცე მართლმადიდებულ სარწმუნოებაზე დაფუძნებით, რა თქმა უნდა, გაჯანსაღებულ ეკლესიაზე, რომ არასოდეს
იყოს სათქმელი მკურნალო განკურნე თავი შენი. აი ამ ძლიერ ეკლესიაზე დაფუძნებით სახელმწიფომ უნდა შეძლოს აღდგენა კიდევ ერთი ძლიერი ქვეყნისა, საქართველოსი მისი ოქროს ხანისა, რომელიც როგორც იყო, ისე იქნება მაგალითი მაჩვენებელი მართლმადიდებელი სარწმუნოების და არა დამობრკოლებელი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. საქართველო იცავდა მართლმადიდებლობას აღმოსავლეთით თუ დასავლეთით და ის იყო საოცარი სიმბოლო მაგალითი ქრისტიანობისა და ეს არის ეპოქა, როდესაც ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ეროვნულობა ამაღლდა ჩვენ სარწმუნოებაზე და მართლაც ბედნიერება გვახსოვდეს ეს ეპოქა, მაგრამ რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს და არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. მე წამს და მჯერა, რომ ჩვენ ქართველი ხალხი მოახერხებს თავისი ერთსულოვანებით, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი სარწმუნოების დაფუძნებით და ღვთის შეწევნით და ზეციურ ქართველთა შემწეობით ისევ აჩვენოს ძლევაი საკვირველი. წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ღვაწლსა და ცხოვრებაზე ისაუბრა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ყოველ ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ყოველ ადამიანს აღავსებს დიდი სიხარულით, დიდი სარწმუნოებით, სასოებით, სიყვარულით და კიდევ დიდი სიამაყით. ღვთისსათნო სიამაყით. სიამაყე ღვთისსათნო ეს არის, როდესაც ადამიანი განიცდის სულიერ ამაღლებას და განიცდის, რომ მასში შეიძლება მოხდეს დიდი ფერისცვალება, რომ მასში შეიძლება მოხდეს მისი შესაძლებლობების, ღვთისგან მოცემული შესაძლებლობების რეალიზაცია, განხორციელება ძალიან მაღალ ხარისხში, სრულყოფილ ხარისხში. აი სწორედ ეს წმინდანი გიორგი ჭყონდიდელი ჩვენ მისი მოღვაწეობა, მისი მოღვაწეობის ჟამი საქართველოში გვაძლევს აი ამის უფლებას, ამის საფუძველს. საუკუნეები გაიარა მას შემდეგ, ამ პერიოდის შემდეგ, მე-11 საუკუნის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ და მრავალი ტკივილი, მრავალი ძიმე და განსაცდელი სავსე ჟამი გამოიარა, მაგრამ რასაკვირველია უფლის სასოება, მაგრამ კიდევ ერთი რამ იყო, რამაც გაგვაძლებინა და დღესაც არის ჩვენი სიძლიერის, ჩვენი მთლიანობის, ჩვენი უკვდავების საფუძველი. ეს არის ის, რომ ქართველმა ადამიანმა მოახერხა თავის ისტორიაში ასულიყო ქრისტიანული სრულყოფის სიმაღლეზე და ასულიყო ერთობით, მთლიანობით, მთელი ერი. ეს იყო ერის გაბწყინება, ეს იყო ქართველი ერი, იყო მაღალი სულიერების მატარებელი, ჭეშმარიტად წმინდა ერი და ეს მოხდა უშუალო მონაწილეობით გიორგი ჭყონდიდელისა. ამას მიაღწია საქართველომ დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი ჭყონდიდელთან ერთად. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგიაზე დასასწრებად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა. აქ შეკრებილები წმინდა გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესის მოღვაწეობის განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. როგორც ამბობდნენ, ეს დღე მთელი ქვეყნისა და ერის დღესასწაულია. დღევანდელი დღესასწაული ეს არ არის მარტო ამ რეგიონის და ამ მხარის დღესასწაული, ეს არის სულიერ საქართველოს დღესასწაული, მიულოცავს სამეგრელოს, მიულოცავს საქართველოს იმის დემონსტრირების ნიშნად, რომ
ეს ისტორიული თარიღი, ეს ისტორიული დღე ყოფილიყოს საქართველოსთვის ერთიანობის გაძლიერების, როგორც რელიგიური ნიშნით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნიშნით და დაბრუნებულიყოს ის ძველი დიდება. მე მინდა მარტვილის მოსახლეობას სრულიად საქართველოს მიულოცოთ დღევანდელი დღესასწაული, ჭყონდიდლობა, ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. გიორგი ჭყონდიდელის ღვაწლი არის ფასდაუდებელი საქართველოს ისტორიაში, ამას განმეორება არ ქონია და შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ჩვენი ტრადიციები გავაგრძელოთ და გადავწყვეტთ ჩვენს მომავალთაობას, ისე როგორც ჩვენ მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან. ერთიანი საქართველოს სამეფოს ისტორიაში სრულიად გამორჩეულია გიორგი ჭყონდიდელის ღვაწლი. ის იყო დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი. დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში ფაქტობრივად არ მომხდარა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის თანამონაწილე, აქტიური მონაწილე ან ორგანიზატორი, სულისჩამდგმელი არ ყოფილიყო გიორგი ჭყონდიდელი. გიორგი ჭყონდიდელი შესახებ საფწუხაროდ ბევრი მონაცემები არ აქვს, მაგრამ რაც გვაქვს იქიდან ჩანს, რომ დავით აღმაშენებლის გამეფებიდანვე 1099 წლიდანვე იგი არის აქტიურად ჩართული სამეფოს მშენებლობაში. მიხარია ნამდვილად აქ რო ვარ და ჭყონდიდების ამ ლამაზ დღესასწაულს ვესწრებით. ჩვენ ვართ საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოება. თითქმის არც ერთი წელი არ გამოგვიტოვებია და ყოველწლიურად დავდივართ და მე უფეც დიდი სიხარულით გვხდება, დილით ადრე ჩამოვედით, გაგვიწია მასპინძლობა. ეხლა წირვას დავესწარით, თითქმის ყველა ვეზიარეთ და უღრმესი მადლობა უფლას ამ სიხარულისთვის და ამ დღის მონიჭებისთვის. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ წმინდა სინოდის წევრებმა მარტვილის ცენტრში მშენებარე ტაძრის საძირკველი აკურთხეს. ეკლესია, რომელიც ზოგადსა განმანათლებლო დაწესებულებას ხივის ეზოში აიგება, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესის სახელობის იქნება. ტაძარი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევითა და ძმების პაატა ალექსანდრე და ავთანდილ ხურცილავების ქტიტორობით აშენდება. მერთმა ინებოს რომ ქართველმა ერმა ჩვენმა ერთობამ და ღვთის შეწევნამ აფხაზეთში გაგვაგზელებიოს ეკლესია მონასტრების აღდგენა და მშენებლობა და ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა ამინ ერთსულოვნებით და ღვთისადიდებლად რა თქმა უნდა მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე და ამ შეგნებაზე დაფუძნებით აშენებული იყოს და გამთლიანებული იყოს ჩვენი ქვეყანა და ამ ტაძარსაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეეტანოს ამ ქვეყნის გამთლიანებაში და მის აშენებაში ამინ. ღმერთმა დაალოცოს ქტიტორნი ამ ტაძრისა ძმები ხურცილავები, პაატა ალექსანდრე და ავთანდილი, რომელთაც ერთი საოცარი საშვილიშვილო საქმე გააკეთეს. მარტვილის სინამდვილეში დანგრეული, გაპარტახებული შენობა მართლაც მკვეთრით აღადგინეს და ყველაზე საუკეთესო პროექტში ინვესტიცია განახორციელეს, ეს არის განათლება, განათლების სფერო და სკოლა აჩუქეს მარტვილს საოცარი თანამედროვე ტექნოლოგიურად აღჭურვილი და ეხლა უკვე გვირგვინი ამ სივრცისა ამ სავანესი იქნება რა თქმა უნდა მშენებლობა ტაძრისა, რომელიც იქნება სადიდებელი ღვთისა და რომელიც იქნება ერთ-ერთი ჭეშმარიტი ნათელი სვეტი ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. როდესაც კომუნისტური აგიტატორები იწყებდნენ ქადაგებას და ათეისტურს. ისინი მიდიან ერთ სოფელში და ხედავენ პარომზე ერთი ბენავე, რომელიც გადაყავდა ერთი ნაპირიდან მეორედე, ორი ნიჩაპი ეკეთა და ერთზე ეწერა იშრობე და მეორეზე ეწერა ილოცე. ამ აგიტატორმა რო დაინახა ილოცე, რას გვიშობა, ლოცვაო? არაფერს არ გვიშობაო? არაო, აიღო და მოხსნა ნიჩაპი და გადააგდო. და დაიწყო სალინეფი და დაიწყო ტრიალინა, მაგრამ რაკენი კაცო 100-ია შრომა ულოცველად და ლოცვა უშრომელათო. ჩვენ ეს ნიჩაპი უნდა დავაგოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორც ჭყონდიდელი უდგა მხარში მეფეს, ისე დავიყენოს ეკლესია და ამ ორი ნიჩაპით ვიაროთ წინ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გასაბწყინებლად და რა თქმა უნდა, ღვთისადიდებლად. მარტვილში აღინიშნება წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენება, ჭყონდიდლობა არის დიდი დღესასწაული და ამასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში იკურთხება წმინდა გიორგი ჭყონდიდელისა და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი და არის რა თქმა უნდა დიდი მოვლენა ჩვენს ქვეყანაში და ინებოს უფალმა რომ ამ ორი უდიდესი ჩვენი წმინდანის და მოღვაწის ლოცვით ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და გადარჩეს და აი დღევანდელი დღე ამ ტაძრის კურთხევა ყოფილიყოს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი აი ამ ჩვენი აღორძინებისა და გადარჩენისაკენ.
წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს საგანგებო ღონისძიებებით შეხვდა ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა. დღესასწაულს წინ უძღოდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წმინდა გიორგი ჭყონდიდელის აკადემიისა და მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესის მოღვაწეობის ეპოქას მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევითა და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემა აკადემიის მოამბის წარდგინებად შედგა. საინტერესო დისკუსია გაიმართა იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია დღესაც, იმიტომ რომ ბევრი საკითხი იმ ეპოქის არ არის შესწავლილი დარგობრივი მეცნიერების დონეზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხები საფრთხეების თავიდან აცილების, წარმატებების, სამართლის, ეკონომიკისა თუ სხვა დარგში არ არის განსახილველია და შესასწავლია. წყაროების სიმწირის მიუხედავად შედეგებით შეიძლება მსჯელობა და შედეგებით შეიძლება კონკრეტული დასვენების გამოტანა. სადღესასწაულო ღონისძიების მონაწილეებმა სალხინოს დადიანების საშემოდგომო რეზიდენცია მოინახულეს და დაათვალიერეს ღვინის სახლი, სადაც სხვადასხვა სახეობის ღვინო დააგემოვნეს. ნამდვილად ძალიან მეამაყება, რომ აქ ვარ და ამ დღესასწაულს უზეიმობ. გიორგი ჭყონდიდელი იყო გამორჩეული ადამიანი საქართველოს ისტორიაში და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ქართველი ხალხი აფასებს ადამიანს, რომელმაც საქართველოს ისტორია შექმნა. ეს მხარე გასაოცარია თავისი კულტურით, ღვინითა და კერძებით. მინდა მადლობა გადავუხადო მეუფე პეტრეს, ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რომელსაც ის საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის აკეთებს. ხვაწლი, რომელიც წმინდა გიორგი ჭყონდიდელმა ქართველი ერის წინაშე გასწია, ფასდაუდებელია. დიდი და განსაკუთრებულია წმინდანის მიმართ ქართველი ხალხის სიყვარულიც. სწორედ ამიტომ ჭყონდიდის ეპარქიაში წლიდან წლამდე წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესის ხსენების დღის აღნიშვნა უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ხდება. სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე საქართველოს მნათობი კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებლები ამ დღეს ერთმანეთს და განსაკუთრებით კი წმინდანის მოსახელეებს ყველა ქეთევანს ულოცავენ. წმინდა დიდმოწამე ქეთევანი იყო აშოთან მუხრან ბატონის სასული, რომელიც კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროს ვაჟზე დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა, გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰაბასის კარზე იზრდებოდა და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა. ალექსანდრე მეფე ალავერდის ტაძარში ბერად აღიკვეცა. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ მალევე კახეთის ახალგაზრდა მმართველი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალვაჟი, თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. შაჰაბასმა როგორც კი დავითის სიკვდილისა და თეიმურაზის დაბრუნების ამბავი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე. გამხეცებულმა კონსტანტინე მირზამ შეასრულა ბრძანება. შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები ვითარცა ძვირფასი ძღვენი შაჰს გაუგზავნა. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები. სისხლში გასრულმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობას თხოვა. კონსტანტინე კარგად ხედავდა დედოფლის ავტორიტეტს მთელს სამეფოში და მამისა და ძმის სისხლის საფასურად მითვისებულ ტახტზე გამტკიცებას უფრო ესწრაფოდა ვიდრე ქეთევანის სილამაზეს. ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებას და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლს დაუბრუნდებიო მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს და ტრადიციების შემაგინებელი სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა. შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფეთ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი დროებით თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა. შაჰაბასი შეშინდა. კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო. ამიტომ სასწრაფოდ დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში თეიმურაზი. მთელმა საქართველომ გაიხარა ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. შაჰაბასმა 1614 წელს ელჩი გაუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილის თხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში. თან დედაც წმინდა
ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურასაც შეუთვალა, რადგან ასეთი ერთგული კაცი ხარ, ჩამოდი და შენც მნახეო. ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი. მას სურდა კახეთის სამეფო კარისათვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემოსრა. დრო აღარ ითმენდა, თეიმურაზი და ლუარსაბი გაერთიანდნენ და გაერთიანებული ძალებით ძლიეს შალეთში დაბანაკებულ მტერს. შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა წმინდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები შირას გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყნა ეკლესია, მონასტრები, გადაასახლა და დააცარიალა სოფლები. 300,000-ზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს. დამარცხებული მეფეები იმერეთის მეფეს გიორგის შეეხიზნენ. 5 წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწონებული დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ ყული ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ის დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენთან. ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონ ვართო მისი ტყვეები. 10 წელი იტანჯებოდა დედოფალი ეგრეთ წოდებულ საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ უდრეკი იყო დედოფალი. ისევ წმინდა სამებას სასოებდა კახეთის მნათობელი ვარსკვლავი. ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის. უშჩულო აბასმა გადაწყვიტა შული გამოეცვლევინებინა ქეთევანისთვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდე მივიდა, რომ ცოლობას თხოვას ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმინდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო. შაჰმა იმამ ყული ხანს შეუთვალა, ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენდა, თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალიო. შეძრწუნდა უნდილაძე, თუმცა შაჰმა ბრძანების სასწრაფოდ აღსრულება უბრძანა. ის შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმინდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისათვის განემზადა. ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯავლათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ-შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ, დედის ნაშობნი ხართ თქვენს, ნუ შეურაცხმყოფთო სიშიშვლით. უშჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმინდა დედოფალი. ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვირვალებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმინდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული. წმინდანის ნეშტს ნათელი დაადგა. მალე კახეთის მეფეს თეიმურას გამოუგზავნეს თავისი წმინდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად. თეიმურაზმა კიდევ ერთხელ დაიტირა თავისი დედა და ძენი. შემდეგ კი პატივით და დიდებით ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში დაკრძალა. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ხანგრძლივი ზრუნვის სისტემების განვითარება საქართველოში ჩატარდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ინიციატივის განხილვას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის უნივერსიტეტის წითელი ჯვრის საზოგადოების დედაქალაქის მერიისა და კარიტასის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეების განმარტებით კონფერენციის მიზანია ზრუნვის სფეროში შექმნილი მდგომარეობის განხილვა და აღნიშნული საკითხის ირგვლივ ჯანდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში გრძელვადიანი ელემენტების შეტანა. ჩვენი მიზანი არის საქართველოში შინმოვლის სამსახურის ჩამოყალიბება და არსებული სტრუქტურების განვითარება. ეს არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების, შეზღუდული უნარების და ასე შემდეგ. აი ამ ადამიანებზე ზრუნვის სისტემების განვითარება. ეს მოვალეობა არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის. მაგრამ ცხადია არის, რომ სახელმწიფო სექტორთან ერთად უპირველეს ყოვლისა ამაში ჩართული უნდა იყოს სწორედ არასამთავრობო სექტორი. პირველ რიგში ეკლესია, ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციები, წითელი ჯვრის საზოგადოება და კიდევ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა
მიზანი ერთია, რომელთა მიზანსწრაფულობა არის სწორედ ამ სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის განვითარება საქართველოში. დღეს ეწყობა მრგვალი მაგიდა საერთაშორისო კონფერენციის, ანუ წინამოსამზადებელი პერიოდისათვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მშინმოვლი საკითხებთან ძალიან აქტიურად არის ჩართული. ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და აბსოლუტურად ეთანხმება აი ამ კონფერენციის განსახილველ საკითხებს და მხარში უდგას იმ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს ამ კონფერენციის ჩატარება. დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ზრუნვე სისტემის განვითარების კონცეფციის მოწყობის საკითხზე. რისი ნაწილიც არის შინმოვლა ამ პროექტს საქართველოს კარიტასი ახორციელებს საქართველოში 1993 წლიდან ამ სერვისის საჭიროება საქართველოში იმდენად დიდია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ამ საქმიანობას, შეუძლიათ დააკმაყოფილონ მხოლოდ 5% მოთხოვნილებისა. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საკვებ დანამატს მიიღებენ. სიახლე მედიის წარმომადგენლებს უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ბერძულმა გააცნო. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საკვების მიკროელემენტების ფხვნილით გაჯერება კვებითი არასრულფასოვნების კონტროლისა და პრევენციისთვის მოკლევადიანი გეგმით განისაზღვრა. Medpharma Plus-ი არის საფთიაქო ქსელი, რომელშიც არის შეტანილი ეს მიკროელემენტების დანამატები და შესაბამისად ის სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაძლებელია მივიდეს ამ აფთიაქებში, ნებისმიერ ამ აფთიაქში და საბუთის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენის შემდეგ შეუძლია აიღოს მიკროელემენტების დანამატები. ერთჯერადად მოხდება გაცემა მთელი წლის მარაგის, ანუ ეს იქნება დაახლოებით 6 კოლოფი და ეს არის ის კოლოფი, რომელშიც ასე ვთქვათ არის ეს მიკროელემენტების დანამატები, პაკეტები არის, თითო პაკეტი გამოიყენება დღეში ერთჯერ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებმა მრავალხმიანობის ზოგადი თეორია და მუსიკალურ-ესთეტიკური ასპექტები განიხილეს. კონფერენციაში მოხსენებებით ქართველ მუსიკათმცოდნეებთან ერთად უცხოელი სპეციალისტები წარდგნენ. ფორუმი 4 დღეს გაგრძელდება და მოწვეული სტუმრები ტონალური აღქმის წარმოშობას, თუშური სიმღერის მრავალხმიანობის საკითხს, ტრადიციული პოლიფონიის რეგიონულ სტილსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ. სამეცნიერო ნაწილთან ერთად სიმპოზიუმის განმავლობაში ქართული ფოლკლორული კონცერტებიც იგეგმება. მეცნიერების მხრიდანაც სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, უფრო და უფრო მეტი მოხსენებები ჩნდება ჩვენ სიმპოზიუმზე. ისეთი ტრადიციებიც კი აღმოჩნდა, რომლებიც ეთნომუსიკოლოგების უდიდესი ნაწილისათვის უცნობი იყო. ასე რომ წელსაც ველოდებით, რომ მრავალხმიანობის სიმპოზიუმზე მრავალი ახალი რამ იქნება წარმოდგენილი. ქართული ხალხური სიმღერა არის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი გატაცება. დავაარსე ანსამბლი ამერიკაში 85-ში, მერე პარიზში 93-ში. სიმპოზიუმი არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მომენტი ამ ხალხისთვის, რომელსაც უყვარს ქართული სიმღერა.